ივანიაძე შავი ჩოხით და დაიწყო პირველი რაუნდი ბიჭები მიესალმო ერთმანეთს აქტიური დგომი ივანიაძე მაიღო ცენტრი და კარგი გააკეთა ძლიერი დარტყმი წავიდა აი ჩვენ სუდქა შევიკავეთ მეგობრებო აი უკვე დაიძაბა პირველივე წამიდან დაიძაბა ივანიაძე ძლიერ დარტყმას უშვებს ჯერჯერობით აი ხლა კარგი მოარტყა თუმცა დაუბრუნდა პასუხი პაპავამაც დაცვაში მუშაობს ან მეორე ნომრად უფრო ესე რო ვთქვა აი ხლა მოარტყა კი უკვე დაიწყო მანაც შესვლები გაცვალეს დარტყმები თითქოს ორივეს მოხვდა კიდე გაცვალეს დარტყმები კარგად დგანან ბიჭები ბრავო და ეს გაცვალეს დარტყმები ძალიან ცეცხლოვანი სტარტი გვაქვს ძალიან ცეცხლოვანია უკვე შესიებები ეთყობა ბიჭებს და პაპავა შესება ეთყობა მარცხენა წარბზე ხელები ჩამოწევა არჩევდი არცეთ სამიანი და უმიზნებს აქტიური შესიებულ წარბს აი ხლა შეიძლება დასრულდეს კიდე მუხლი მეგობრებო რიცავს კიდე ვერ დასრულდეს ან ფეხი უნდა დაიჭიროს პაპავან ან ჩავარდეს თუნდაც მუხლი შეიძლება ეხა ამ მომენტში მაგრამ არ აგძელებს ძიმეს დარტყმებს გაუძლებს მოსდის უკვე აფშტოვანების მეტი არაფერი არ მეწვის მალადეც პაპავას გაძლებას უძლიერ აი კიდე ჯეპი შეხვდა ძალიან სწრაფია კი ივანიაძე თუმცა კარგად დგას ამ ბიჭს ვერაფერს დაუწუნებ უბრალოდ ძალიან კარგ ფორმაშია ივანიაძე ხა 1-2 და სისხლს ხედავთ შეიძლება დროზე ადრე დასრულდეს პირველი რაუნდი აი უბრუნებს უკვე დარტყმებს არიან მებრძოლები რომელიც მეორე რაუნდში ხვდებიან მესამე რაუნდში ხვდებიან ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით ეხა ახლა ჯერჯერობით ივანიაძეს მიყავს ბრძოლა როგორც უნდა ისე ლამაზი დარტყმებით მუხლებით ერთი წაბი გააუსივა მეორე გაუხეთქა მოკლედ უპირატესობა დარტყმებით კიდევ ერთი შეიძლება დასრულდეს ყველაფერი ღია თავში უტყავს უკვე ფეხში შესვლა რაც აკრძალულია გაფრთხილებას მიიღო სიტყვი გაფრთხილება შეიძლება სენაზრით ექიმი უნდა ნახოს რამდენად დიდია ზიანი და დაასრულოს ზიანები აქვს სახეზე მაგრამ ისეთი არ ამგონია რომ გაჩერდეს თვალთან აქვს გაჭრილი ისეთი არა რომ გაჩერდეს თუმცა ძალიან ბევრს უშვებს ეხა ეს და რაღაც უნდა გამოასწოროს იმიტომ რომ ესე გაგრძელება კარგისკენ არ მოგიყვანს მისი მხრიდან ამიტომ უნდა აიღოს თავისი გამოცდილება და დადოს აქ ორე ვერ ასწრებს ფაქტიურად კი ანუ ჯების გადაგდებას თითქოს მოძრაობს მაგრამ ვერ ასწრებს აწამიანი დარტყმის ახლა მარცხენა დარტყმის დისტანციიდან ან უკვე მარცხენა კი არ უნდა ჩაღუნოს თავი კიდე შპიტაპი შეახვედა აი ხლა ძალიან კარგი დარტყმა აი და დამთავრდა რაუნდის ბოლოს გათამამდა ივანიაძე უჭებს აბდულად ძალიან საინტერესო პირველი რაუნდი გვაქვს იყო სისხლი იქები დაყვებია ნახე ხა როგორ მომენტი მოხდა მივხვდით იმას რომ მთელი რაუნდი ცემდა აკეთებდა იმას რაც უნდოდა ბრძოლა კი და ბოლო წამში ამან დარ შეიძლება ამანაც შეცვალოს ბევრი რამ შეიძლება იმას მეორე რაუნდში უფრო ინტრიგა შემოდის ახლა რა მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან კარგი დარტყმა მიუხედავად ამ ყველაფრისა ან იმან იგრძნო ან დისტანცია ან მომენტი ან ივანიაძემ მოდუნდა და რაპატია ნამდვილად ხა მეორე რაუნდში გამოჩნდება აი ეს მოდუნება იყო თუ იმის შემდეგ ლეველზე გადასვლა და შესიება ეთქვა რაც თქვი ზუსტად ეს მოხდა პაპავას მოემატა შემოატრიალა ნამდვილად პაპავას მოემატა გამბედაობა და მომენტი ნახა
ორი უძლიერესი დარტყმა დაუბრუნა პაპა. ასაც დასაწყისში ვსაუბრობდით, მე დარტყმა შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. ახლა სიჩუმე ქარიშხლის დაწყების წინ თითქოს ელოდებიან. აფეთქებას ელოდებიან. პაპავამ თითქოს მისი ან პაპავამ ნახა მისი დისტანცია. კვაკდებაში ან ივანიაძე ფრთხილობს ახლა. ან ნახეთ ფრთხილობს ივანიაძე. სიფრთხილე ყოველთვის კარგი არ არის, ხანდახან თავდასხმა სჭირდება, მაგრამ შეიძლება იმმა დარტყმა იმ გამოიწვია თავის შედეგი, რომ დისტანცია დაკარგა. აი ახლა კარგად ჩაუს. აი ძლიერი კი. შეახვედრა. დროის კონტროლი. მარჯვენა ოვერჰენდზე გავაკეთებდი აქცენტს ჩემი აზრით პაპავას. ნამდვილად ჯეციკა ოვერი გავიდოდა. ან მუცელი ოვერი, იმიტომ რომ გამოზდის. ორჯერ მიიყვანა. აფიხელები აქვს. ორჯერ მიიყვანა. აი ძლიერი შეხვედრება. ჯერჯერობით ივანიაძეს მიყავს მეორე რაუნდი, თუმცა ახლა სტოპ. საზარდოში მოხდა. ჯერჯერობით პაპავა გადართულია ერთ დარტყმაზე, ეძებს იმ ერთ დარტყმას. და შეიძლება ბენეფიტი მოუტანოს ერთმა დარტყმამ. ივანიაშვილი გადასულია კომბინაციებით დარტყმას და უფრო სისწრაფეს. ნახოთ რომის ახლა ვარცხა ივანიაძე. აი ძალიან საინტერესო ბრძოლა არის. ყოველი ბრძოლა რაღაც ახალ მომენტს და უნდა გაიქინიოს კიდევა ჩუალედებში. აი ჯეპის დროს უნდა დაიჭიროს. ჯეპი უნდა მიიღოს. შეიძლება ჯეპი მიიღოს და გაცვალოს. ჯეპი მიიღოს და გაცვალოს. შეიძლება გააკეთოს ტოპ-ფურია სტილში. იმიტომ რომ ახლა საოცარი დარტყმა. იმიტომ რომ მიღება შეუძლია ჩვენ როგორც ნახეთ ამდენი ხის განმავლობაში. აი ეს უძლიერესი მარჯვენა ხელი გაატარა, მაგრამ მაინც ნახეთ ხელი. პაპავა გვაჩვენებს თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეომარი. როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეომარი, აი ეს ბიჭი, აი ამ ყველაფრის მაგალითია პირველი რაუნდის შემდეგ. აი ეს ნიშნავს და ფარითან ფარზე. აი ამას ვიძახი და დროს ავიძახი. თუ რას ნიშნავს ფარითან ფარზე. ერთი დაზიანებების მიუხედავად დგას. ხელის დახვა ხელი ხო არ მოიტეხა. ხელს იტკიებს. ხელი ხო არ მოიტეხა, ანა მოუვარდა. ახავს ეკიმი, მეგონი. საინტერესო. იღრძო უბრალოდ. საინტერესო. ბრძოლა იყო. დღის ბრძოლა. კი, პაპავას უსურვებო ეს გამა მალე მოიშუშოს და ამ გამოცდილებით შემდეგ უფრო ძლიერი და მაგარი ბრძოლები ამ ბრძოლის არეში. აპლოდისმენტები დამარცხებულს. კი, არანაკლები აპლოდისმენტები დამარცხებულსაც. ესე უფრო ვიტყოდ. თავისთავად ელდიდება გამარჯვებულს მიაქვს, თუმცა დაიმახსოვრებს ბრძოლა სახელი ლუკა პაპავა, რომელიც ნამდვილად მეომარია. არც სუბაროს მძღოლს არ უნდა რომ ისეთი კარდია რომ მე მგონი მძღოლებს რომის არ უნდა კარდიდან მიყარეს ძღოლება მანქანები და დაყენებდა. ედო გოგია მეგობრებო ძალიან სერიოზული ტრენერი მემეტეს კლუბის გამარჯვებულს და აჯილდოვებს GFC-ის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა გიორგაძე და საჩუქრებს გადასცემენ Old Style და შავდია. რეკლამა პირადად ტექნიკური ნოკაუტით ბრძოლაში გამარჯვებულია მებრძოლის შავი ჩოხით ზურაბ ივანიაძე.